კიდევ ერთი უცნობი საფლავის ისტორია არსებობს. ვარაუდი, რომ პუშკინის დიდი ბებია საქართველოშია დაკრძალული. დუშელები ამბობენ, რომ ნატალია განიბალის საფლავი დუშეთში ყარანგოზის შვილებისა და მოძოკელების საგვარეულო სასაფლაოზეა. ამ ვარაუდს ახლა მეცნიერები სწავლობენ. ბავშვობიდან მესმოდა ამის თაობაზე სულ, რომ აქ ახლოს ცხოვრობ, მე ძალიან ახლოს, რომ ეს საფლავი არის პუშკინის ბებიის. ის რომ ეს საფლავი პუშკინის ბებიას ეკუთვნის, თამარ მოზდოკელმა საკუთარი მამიდის ჩანაწერებში ამოიკითხა. 1973 წელს, მაშინ როცა საფლავზე წარწერა უკეთ ჩანდა, ევგენია მოზდოკელმა ნაწერი სიტყვასიტყვით დღიურში გადაიწერა. Скончался от дороги 30 декабря 1836 года. როგორც საფლავის ქვის წარწერიდან ირკვევა, 1836 წელს პუშკინის ახლო ნათესავი დაკრძალეს, რომელიც ფაიტონით სამხედრო გზაზე მოდიოდა. ძლიერი თოვლის გამო ქალბატონი შეუძლოდ გახდა და 30 დეკემბერს გარდაიცვალა. ნატალია ანიბალ. სამწუხაროდ ახლა ეს თქვა გატეხილი არის და აქ იმდენად აღარ ემჩნევა ეს წარწერები და. სწორედ ამ ქალზე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის პუშკინის ბებია იყოს. ქალბატონი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო და ამიტომ დუშელი თავადების სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ სასაფლაოზე ეს გახლავთ ყარანგოზის შვილების და მოძდოკელების საგვარეულო სასაფლაო, სადაც შემდეგ აქ დაკრძალეს და ეს იყო პუშკინის ბებია, ნატალია ანიბალ. დუშეთის გზა, რომელიც ნატალია განიბალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რამდენიმე წლით ადრე გაიარა ალექსანდრე პუშკინმა. სამხედრო გზაზე მას სწორედ ამ ადგილას დაუღამდა და დასასვენებლად შუა დუშეთის სასტუმრო ქარვასლაში გაჩერდა. საუკუნის წინ ამ შენობაში განთავსებული იყო ქარვასლა სასტუმრო, გვერდით სასადილო მოსული სტუმრებისთვის. კავკასიაში მოგზაურობის დროს ამ ბინაში, ამ შენობაში ღამე გაათენა ალექსანდრ სერგეიძე პუშკინმა. რეალურად ეკუთვნის თუ არა საფლავი პუშკინის ბებიას, ამას მეცნიერები არკვევენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნატალია განიბალი პუშკინის ბაბუის საგვარეულოს წარმომადგენელი და ახლო ნათესავი იყო.